მოკლედ გამარჯობა, ბიბლუსი იწყებს ჩემი აზრით არა თუ სასურველ, არამედ ძალიან აუცილებელ და ალბათ მოსალოდნელ ამბავს გადაცემათა სერიას, რომელსაც ერქმევა ბიბლუსი Talks და მისი წამყვანი თქვენი მონა მორჩილი თუ ჯობს მე მგონი მეგობარი მონა მორჩილს ყველაფერი ჯობს ჩემი აზრით გიორგი კეკელიძე ვიქნები. გადაცემები იქნება წიგნებზე, ოღონდ არა მხოლოდ მხატვრულ ლიტერატურაზე, არამედ ყველაფერზე, რაც მხატვრულ ლიტერატურას კვებავს და ამ თვალსაზრისით ბუნებრივია სამყაროში რაც არსებობს, არსებულა ან იარსებებს, ყველაფერთან კავშირში არის წიგნი და მით უმეტეს კავშირი ძალიან დიდია ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან, მენტალურ ჯანმრთელობასთან და ჩვენი სტუმარი შესაბამისი გახლავთ სახელგანთქმული ფსიქოლოგი ჩემი მეგობარი ნათია ფანჯიკიძე და ჩვენი საუბრის თემა მართლა ძალიან სერიოზული და ესეც აუცილებელია ჩემი აზრით. იგულისხმება ბავშვი, იგულისხმება კითხვა, იგულისხმება ბიბლიოთერაპია და ამავდროულად ბუნებრივია მენტალური ჯანმრთელობა. მოგესალმები, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და დავიწყოთ ასეთი შეკითხვით. კითხვა როგორც ფენომენი, ტექსტი როგორც კაცობრიობის ერთ-ერთი მთავარი კულტურული ნიშანი. თან საინტერესო არის ის, რომ შენ ხარ ავტორი წიგნისა, რომელიც სწორედ ამგვარი სახელდებით არის მოცემული. რამდენად არის შიშთან გამკლავების ერთ-ერთი ყველაზე ადრეული გზა? პირველ რიგში მივესალმები მაყურებელს. მიხარია რომ აქ ვარ და მინდა რომ კეთილი იყოს ჩემი ფეხუცები ამ არაჩვეულებრივ წამოწყებაში. პოდკასტი წიგნებზე ყოველთვის არის საუკეთესო იდეა. რაც შეეხება წიგნს, ხო მართლაც წიგნი არის, რა თქმა უნდა, ყოველი ტექსტი, ყველაფერი საერთოდ ხელოვნება არის, გადარჩენის ხელოვნება, როგორც მანამდელი ტექსტები სანამ წიგნად იქცეოდა საერთოდ. რა თქმა უნდა და ტექსტებამდე კიდე ყველა ხელოვნება რიტუალიდან დაიწყო ყველაფერი, რიტუალიდან კერპებისთვის რაღაც ცალოცავების შეთხოვნიდან, რომელიც მერე ჩაიშალა თეატრალურ წარმოდგენებად, ალგორითმული მოძრაობები, რითიც ქაოსის მოწესრიგებას ცდილობდა ადამიანი გადაიქცა ცეკვად. ანუ, როგორც ევოლუციის ფსიქოლოგები ამბობენ, ხელოვნება თავისთავად შეიქმნა გადარჩენისთვის. და რა თქმა უნდა, მისი ნაწილი არის ლიტერატურაც, ტექსტებიც, ჯერ ტექსტები და შემდეგ უკვე როცა დამწერლობა გავრცელდა. და ესეც ძალიან საინტერესო არის, რომ დააკავშირე შენ საერთოდ არ მიყვარს ხოლმე სხვათა შორის ეკრანზე შენობით ლაპარაკი, მაგრამ რაღაც ჩვენ ძალიან ბევრი წელი დაგვიგროვდა მეგობრობის და უფრო ხელოვნური გამომივა ეხლა რომ მათ შორის ეკრანული მეგობრობისაც და ის ეკრანული სტაჟიც იძლევა. ნამეტანი ხელოვნურ დისტანციაში შევქმნით ეხლა, ამიტომ გავაგრძელებ ბუნებრივად. ძალიან კარგად დაუკავშირე მენტალურ ჯანმრთელობასაც, იმიტომ რომ ყოველთვის, აი მაგალითად ჰიპოკრატემ როგორც კი აღწერა, პიროვნული ტიპები, მელანქოლიკი, ფლეგმატი, ესეც მაშინ იმ წუთას გავრცელდა ხელოვნებაში, აისახა ეს ხელოვნებაში, აისახა თეატრალურ პერსონაჟებში, აისახა ლიტერატურაში, ხო მაგალითად, რა ვიცი, თუნდაც დარტანიანი და სამი მუშკეტერი, ეგენიც კი, აი ესეთ 4 მეგობარი შეიძლება პირდაპირ ამოვიცნო, ეს ფსიქოლოგიური ტიპაჟები. და შემდეგ უკვე იუნგისა და ფროიდის გამოჩენამ კიდე შეცვალა ადამიანის ხედვა და კიდევ შეცვალა ლიტერატურაში მიმართულება. საერთოდ იუნგიანური და ფროიდიანული პერიოდი პირველი იყო სტენდალი ფრანგი მწერალი, რომელმაც უკვე დაიწყო თავისი პერსპექტივა პირველ პირში წერა, მანამდე მწერალი როგორც ღმერთი აკონტროლებდა ყველა პერსონაჟს, მთელ სცენას და აი შემდეგ უკვე ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. ჰერმან ჰესე პირველი იუნგიანური გავლენის მწერალი, რომელიც შლის თავის პიროვნებას ტრამალის მგელში, თუნდაც როგორც არის ეს, ხო? ამიტომ ფსიქიკური განვითარება გამოდიოდეს, რომ შიშმა შექმნა ლიტერატურა, ისევ როგორც სხვა ყველაფერი. შიშმა შექმნა ლიტერატურა, როგორც წამალი, შიშმა შექმნა ჯერ მაგიური ტექსტები, შელოცვები, ლოცვები, ასე შემდეგ პოეზია სიმბოლური კი, რიტუალური. იმიტომ რომ სტილს მოითხოვდა, ენას მოითხოვდა, არატიპიურს.
ნებისმიერი ლაპარაკი ღმერთთან ან მიღმიერთან. ფანტაზმურ სიზმრისეულს. კი. და ამის საუკეთესო ნიმუშები იყო ზღაპრები და პოეზია და რა თქმა უნდა. კი ბატონო, ესე სხვა შორის ძიმას რო დაუბრუნდეთ, ხო არ გახსენდება ის ტიპები, როგორ არის წარმოდგენილი? ათოსი, არამისი, პორთოსი, დარტანიანი. სხვა ტიპები არის. ხო, ათოსი მელანქოლიკი. დარტანიანი აშკარად ხო ექსტრავერტია. კოლერიკი. პორთოსი სანგვინიკი, კმაყოფილი როხროხა. აი, ეგ ძალიან საინტერესო ამბავია და მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ რეალურად როცა ლიტერატურას ვაკვირდებით, როგორც სამყაროს თუ შეიძლება ყოველგვარი მოცემულობის აუცილებელ ნაწილს, გაცილებით საინტერესო ჩანს, ვიდრე მხოლოდ ვიწრო ჭრილში განხილული ტექსტები, რომელიც შეიძლება ვიღაცისთვის ძალიან მომაბეზრებელი იყოს ლიტერატურის თეორიის ენაზე, ან თუნდაც ფილოლოგიის, ვთქვათ, მიმართულებით განხილული. ფართო საზოგადოებას გულისხმობ და ამიტომაც არის რეალურად ჩვენი ეს შეხვედრების ფორმატი შექმნილი. დაუბრუნდეთ ისევ მენტალურ ჯანმრთელობას და ტექსტს და დაუბრუნდეთ ერთ-ერთ ყველაზე ძირითად ამბავს, რაც უკვე ახსენეს, არის ზღაპარი. ზღაპარი როგორც თერაპიის მნიშვნელოვანი ნაწილი. ჩვენ ადრეც გვისაუბრია ამაზე, ოდესღაც მეზოზოურ ერაში და დღეს განსილებით საინტერესო იქნება უკვე დისტანციიდანაც ამ ამბის დანახვა. ქართულ ხალხურ ზღაპარს გულისხმობ მათ შორის, იმიტომ რომ ჩვენ ამ ტრადიციის ნაწილი ვართ და ამასთან დაკავშირებით არის რაღაც ტიპის დისკუსია, ხო? იმიტომ რომ როდესაც უფროსი კითხულობს რომელიღაც ქართულ ხალხურ ზღაპარს, შეიძლება მას აღარ ეშინია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმ ტექსტიდან გამომდინარე ფიქრობს, რომ ეს შეიძლება საშიში იყოს ბავშვისთვის. მაგრამ უფრო ღრმა დაკვირვებით გამოდის, რომ არა, ბავშვი არ აღიქვამს მაგალითად სიკვდილის სცენას, ისე როგორადაც ვთქვათ, შეიძლება ჩვენ აღვიქვამდეთ. აი აქ საინტერესო არის, რომ ჩვენს მაყურებელს გაუზიაროთ ეს მოსაზრება, რომ შეიძლება არ დაეთანხმოს, ხო, ბევრი აზრი არსებობს. და მე მახსოვს, რომ შენ მაგალითი ქონდა აი ჩიტიჩიორას ძალიან ცნობილ ვთქვათ ეპიზოდზე, რომელიც ასე შორეული ხედვით ძალიან სასტიკად მოჩანს. ცუდი დედა, ხო? ხო, ცუდი და უსასტიკესი და ხო, ზღაპარი ჯერ ერთი არის ესეთი თერაპიული მიმდინარეობაც, მითოდრამა, რომელიც პრაქტიკულად არტ თერაპიის ერთ-ერთი ფორმა არის, ზღაპრებით თერაპია, როდესაც თერაპევტი იწყებს ზღაპრის თხრობას, სპეციალურად შერჩეული ზღაპრის თხრობას მცირეწლოვანი ბავშვებისთვის, თუმცა შეიძლება ჩვენ გქონდა კამარაში ზრდასრულებისთვისაც ვარჩევდით ვარიანტებს. და ზღაპარი შეიძლება არ ყოფილიყო და ყოფილიყო რაღაცა იგავური ნაწარმოები და აი ამაზე აგვეგო თერაპია, ხო? და ბავშვმა უნდა გააგრძელოს. ესე იგი, ზღაპრები პირდაპირ გაგებითაც ჩართულია თერაპიაში, მაგრამ მისი აი ეს სუფთა სახით ხალხური ზღაპრები, ეს არის სწორედ ის ფანტაზმური ენა, რომელიც ბავშვს აძლევს პირველ შეხებას ბოროტებასთან, სიკვდილთან, გაქრობასთან რაღაცის. თუნდაც სიკეთესთან, თუნდაც თქვა თავდადებასთან. სიკეთესთან, მეგობრობასთან, ყველაფერთან. ხო, მაგრამ ესმის რატო ახსენეთ ის მეორე ნეგატიური, ანუ ერთგვარად ცხოვრებაში შეყავს. ცხოვრებაში შეყავს, ხდის, მაგრამ თან ბრძოლისთვისაც განაწყობს. ის უსაფრთხო სივრცეში აწვდის საფრთხის შემცველ ინფორმაციას. ამ შემთხვევაში ბავშვისთვის ეს არის როგორც ფსიქიკური გამძლეობის გაკვეთილი მაგალითი, აი ასეთი თერაპიული ეფექტი აქვს ზღაპარს და მეორე მხრივ ბავშვის იდენტობისთვის ეს არის განკურნება, იმიტომ რომ ყოველთვის როცა ბავშვი ამბავს უსმენს, ის თავს აიგივებს რომელიღაც პერსონაჟთან, ვიღაცის მხარეს ასე რომ ვთქვათ, ხო? ბავშვების უმეტესობა მაგალითად გოჭების მხარეს არის, როდესაც მგელი მოსდევს ამ გოჭებს შესაჭმელად, რა ვიცი, მე ყოველ შემთხვევაში ჯერ არ გამიცვნია ბავშვი, რომელიც მგლის მხარეს არის. აქედან გამომდინარე, აი ესეც რომ იოლად არჭევს, სხვათ შორის, კეთილს და ბოროტს და ბოროტის მოკვდინებას მათ შორის არ აღიქვამს, როგორც მაინც და მაინც სიკვდილს, როგორც აქტს, არამედ უბრალოდ მის გათიშვას, მის დამარცხებას. ზღაპრიდან გავწიეთ თითქოს ეს ფიგურა. თითქოს ბოროტება განეიტრაულა. თან როგორც წესი, ზღაპრები იკითხებოდა ძალიან ესეთ ინტიმურ და სენსიტიურ დროს, ღამით, ძილის წინ. რაც თავის მხრივ რაღაც ტიპის თერაპიულობას გულისხმობს. შეიძლება ძალიან ნაიურს და არაგანზრახულს, თქვათ, რომელიმე ოჯახში, რომელთაც შეიძლება ხა ასეთი ცოდნა მე-19, მე-17, მე-12 საუკუნეში არ ქონია. ეს ცოდნა ხო ინტუიტიური. ხო, ინტუიტიური ცოდნა იყო.
მაგრამ საინტერესოა ეს ნაწილი. ძალიან საინტერესო დაკვირვებაა. ეხლა მე მაგალითად არ გამხსენებია, რომ ხო შეიძლება ზღაპრებს დღისითაც უკითხავთ ბავშვებს, მაგრამ მომიყევი ზღაპარი ძილის წინ ეს როგორც წესი და როგორც რიტუალი. თუნდაც, ხო და აი სწორედ რომ სიზმარში შემდეგ გადამუშავება რომ ხდება ამ ჩატვირთული ინფორმაციის, ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ, იმიტომ რომ ტვინი ჩვენ გვაქვს ფიზიოლოგიური ძილის 5 ფაზა. მათ შორის ყველაზე იდუმალი არის ძილის REM ფაზა. აი ამ ძილის REM ფაზაში ჩვენ იმდენად დაქვეითებული გვაქვს ყველა ორგანოს ტონუსი, რომ ფაქტიურად ვართ დამბლადაცემულები. და ამ ფაზაში ჩვენ ძალიან ღრმად უნდა გვეძინოს მხოლოდ თვალის გუგები დაქრის საშინელი სისწრაფით. ამ დროს ტვინი აკეთებს აპდეიტს და სხვა შორის აი ამ დროს თუ ვიღაცას ოდნავ შეეღვიძა ხოლმე შეიძლება ძილის დამბლას რო ეძახიან ეს საშინელი განცდა გამოსცადოს. ან უნდა ამ დროს გაგეღვიძოს ბოლომდე, ან უნდა გეძინოს ღრმად. ბუნდოვანი ცოტა პანიკური გამოღვიძება ამ ფაზის ნაწილი. ხო, აი ხანდახან ნასვამ მდგომარეობაში იციან ხოლმე შეეღვიძებათ ცოტა და დამბლადაცემული ვიყავი, ეშინიათ მე იმ გამოცდილების, რომ რეალურად მართლაც სხეულის ტონუსი არის ძალიან დაბალი, მხოლოდ თვალის გუგები მუშაობს. თვალის გუგები რომ მუშაობს, ამ დროს ტვინი აკეთებს აპდეიტს. და ჩვენ აპდეიტი ახლა რაღაც იმას ხმარობ, მაგრამ მე მგონი უკვე ყველასთვის ცნობილი განახლებას, ხო? და აი ამ განახლებას რა პრინციპით აკეთებს, ეს არ არის ბოლომდე შესწავლილი. რატომ ტოვებს რაღაცას ჩვენს აქტიურ მეხსიერებაში, რატომ გადატყორცნის რაიმეს პასიურში, რატომ დაგვავიწყებს უცებ რაღაცას, თითქოს ვიცოდით, რომ ხვალ რაღაც საქმეზე მივდიოდით და გაგვეღვიძა და თურმე გაქრა ეს ჩვენი ცნობიერებიდან აღარ გვახსოვს. და ვაიმე მე რო შემოიყვება. აქ შეიძლება ტექსტებიც იყოს დალექილი. ყველაფერი შეიძლება იყოს დალექილი, რომელიც სიმბოლიზირდება და სიზმარში გვეჩვენება სწორედ ისეთ ჯადოსნურ ფიგურებად, როგორიც არ გვაკვირვებს ხელოვნებაში და არ გვაკვირვებს სიზმარში. მაგრამ აი ეს არის ძალიან საინტერესო გამწმენდი პარადოქსი ხელოვნებისაც და სიზმრისაც, რომ ეს არის ორივე ხელოვნება და სიზმარიც არანამდვილი ამბავი, რომლის მიმართაც ჩვენ გვაქვს ნამდვილი განცდა. აი კათარზისის ხო თეორიის ნაწილია, ხო? და სხვათა შორის აი ამ თვალის მოძრაობის თერაპიაზე აგებული არის EMDR თერაპია, რომელიც უკვე სიფხიზლეში ვუკვეთავთ ტვინს რაღაც აპარატიც არსებობს და კი, სენსიტიზაცია რომ გავაკეთოთ აი. მიმდინარეობს ეგ საქმე. და ძალიან პოპულარული არის სხვათა შორის. კი, საერთოდ აი ვიზუალ მხედველობის ცენტრებზე დაფუძნებული თერაპიები ხა ძალიან რომ დაუბრუნდეთ ტექსტებს და ზოგადად ტექსტის მონაწილეობას ადამიანის ცხოვრებაში. შენ გარდა იმისა, რომ თქვათ ძალიან აქტიური საჯარო ფსიქოლოგი ხარ პრაქტიკოსი ფსიქოლოგიც. და შეიძლება ამ წუთას ასე აქტიურად ბავშვებთან არა, მაგრამ ზოგადი აზრი თქვათ ქონია შეხება იმ ასაკთან, როდესაც ადამიანი ყალიბდება. თვითონ ფსიქოთერაპიაც არის ტექსტური თამაშის ნაწილი, გარკვეულწილად. ხომ არ მით უმეტეს რომ კამარაში ძალიან ხშირია არტ თერაპიის ისედაც თქვათ ასე არის გარკვეულწილად ეს ორგანიზაცია მოწყობილი სხვა მიმართულებებიც აქვს, მაგრამ გამოირჩევა არტ თერაპიის მიმართულებით. ხო არ ქონიათ თქვათ აი სიტყვის ძალის, მათ შორის ალეგორიის, მეტაფორის გამოყენების რაღაცა მეთოდოლოგიები შერევა. მე მესმის არტ თერაპია მაინც სახვით და ვიზუალურ ხელოვნებას გულისხმობს, მაგრამ აი საინტერესოა ეს მულტიდისციპლინარულია. აი საინტერესო არის აი ამ ამბის ჩართულობა. არტ თერაპია მე თვითონ ვარ ექსპრესიული არტ თერაპიის მიმართულება არის ჩემი და ექსპრესიული არტ თერაპია არის მულტიმოდალური და შესაბამისად თავის თავში აერთიანებს ყველაფერს. ეს არის დრამაც, ეს არის მოძრაობის თერაპიაც, ეს არის ნარატიული თერაპიაც, ანუ ამბის თხრობის თერაპიაც, პოეზიაც, რა ვიცი, ყველაფერი. და ანუ სიტყვიერიც, ვერბალურიც და არავერბალურიც, ზერწვა, ხატვა და ყველაფერი. შესაბამისად, სიტყვის ძალა ზოგადად ძალიან დიდი არის, როგორც ზრდასრულებთან, ასევე ბავშვებთან და ბავშვები კიდევ უფრო შთაგონებითები არიან, აი გაკოცებ და მოგირჩება, ბავშვს რო ეტყვი ურჩება.
ხო, კოცნის გარეშეც შეიძლება უკვე ეს სიტყვები რო აი გაკოცებთ ჩერდება ყოველ შემთხვევაში. კი, რა თქმა უნდა და თუ აკოცებ მართლაც ურჩება მით უმეტეს, ხო? ასე რომ სიტყვას ძალიან დიდი ძალა აქვს და თავისთავად ცხადია მას ჩვენ ვიყენებთ და თუნდაც ბავშვებთან ვერც იმუშავებ გარდა არტ-თერაპიული ჩანართისა და გარდა თამაშით თერაპიისა. და ყველა ამ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება სიტყვა. სიტყვა, რომელიც იბადება ბავშვისგან და სიტყვა, რომელსაც ვარჩევთ ჩვენ მისთვის. აქედან გამომდინარე, აი ამ ცოცხალ პროცესში, რა თქმა უნდა, თავისთავადაც სიმშვიდე რაზე არის დამოკიდებული. ჩვენ სიმშვიდებს პირველ რიგში განაპირობებს ჩვენი სხეული, ჩვენი სხეულის აპარატურა. უპირველესი არის ჩვენ გვაქვს ასეთი ყველაზე გრძელი ნერვი ვაგუსი, რომელიც არის ჩვენი სიმშვიდის არხი. ესე იგი, ყვებაზეც რეაგირებს ვაგუსი. ჩვენ რო სიმშვიდე, უსაფრთხოება დავისწავლოთ, ეს ხდება ჯერ კიდევ მაშინ, როცა საერთოდ არ ვიცით ლაპარაკი. და დამოკიდებული არის, დაფუძნებული არის ეს იმაზე, რამდენად რო ვიტირეთ სწრაფად გვაჭამეს, ჩაგვიხუტეს. შეიძლება ეს პრელიმბური ფაზა იყოს საერთოდ, ანუ მეხსიერება ჯერ კიდევ არ იყოს ტიპური. კი, ჩვენ ხო ძალიან ღრმა ბავშვობაში პრაქტიკულად ქვეცნობიერში ვატარებთ, აი მეხსიერება არც კი გვაქვს გამოყოლილი, მაგრამ სხეულს ახსოვს უსაფრთხოება, ბიოლოგიურად ახსოვს ეს. და აი ერთი არის, რომ იმ ასაკში, როცა ჩვენ ჯერ კიდევ სხვისი სხეული გვჭირდება, რომ დაგვამშვიდოს, გამოგვკვებოს, დაგვაწყნაროს, ჯერ კიდე მაშინ სხეული სწავლობს სიმშვიდის აღქმას. თუ ეს დაირღვა იმ ფაზაში, მე ჩვენ ზრდასრულობაში გვიწევს, რომ სალუტოგენეზი არის ეგეთი რეპეტიციული, განმეორებითი სავარჯიშოები, რითიც უნდა აღვადგინოთ სხეულის აი ეს სიმშვიდის. და ეს სიმშვიდე შეიძლება შემოიტანოს სიტყვა. ეს სიმშვიდე შეიძლება მოგვიანებით უკვე შემოიტანოს სიტყვამ, იმიტომ რომ სხეულის გამოცდილება მოგვიანებით უნდა აღწეროს სიტყვამ და უნდა გადაიქცეს უკვე კონცეფციად შემდეგ. არ ვიცი ხა რამდენად მარტივად ხსნი ამას, ხო? იმიტომ რომ ერთი არის აი ეს სიმშვიდის არხი, როგორც ვახსენე, მეორე არის ჰორმონები. და აი ეს ჰორმონებიც ჩვენი სხეული, რასაც გვაგრძნობინებს, რომ შვიდად ვარ, ბედნიერი ვარ, გახარებული ვარ თუ მწუხარე ვარ, ესეც არის, რომ სწორედ რომ აი თამაშში, მოქმედებაში ძალიან ადრეული ბავშვობიდან ანუ რაღაცნაირად ადამიანი მაინც თავისით სოციალურ ველზე გამოსვლისას კარნავალური არსება ხდება და ამით უფრო მიდის სიმშვიდისკენ. ანუ რაღაც თამაში შესვლით, როლის მორგებით უფრო იოლად უბრუნდება იმას, რაც არის ადამიანის ალბათ, არ ვიცი რამდენად ყველასი, მაგრამ სასურველი მოდუსი, რომ არ ღელავდეს. საბოლოო ჯამში ხო, ჩვენ რაღაც ვინტერპრეტირებთ ჩვენივე საკუთარ შინაგან გამოცდილებებს. რაც არტიკულაცია ხდება იმისა, რაც უგრძნია ჩვენს სხეულს გარემოში. გარდა იმისა, რომ თქვათ შენ ხარ პრაქტიკოსი ფსიქოლოგი, ხარ დედა, ბებიაც უკვე. და გარკვეულწილად თქვათ გაქვს დამოკიდებულება აღზრდის მეთოდიკის მიმართ. აი აქ შენთვის თქვათ ტექსტს რა როლი აქვს? რამდენად თქვათ შენთვის რისი კითხვა მინდა. აი რახან ვახსენე თქვათ პრელიმბური ხაზა, ადრეული ასაკი, მეხსიერების თქვათ მხოლოდ ქვეცნობიერ ფაზაში ყოფნა. გარკვეულწილად თქვათ მიიჩნევენ ზოგჯერ რომ აი თქვათ ტექსტი, რომელიც მხოლოდ შინაარსი არ არის, შეიძლება იყოს ბგერწერა, ხო, პოეზია, რომელიც რაღაცით შეიძლება წააგავდეს სიმღერას. ადრეულ ფაზებშიც კი, ახლა ვიღაცები ამბობენ, რომ შეიძლება ეს მუცლად ყოფნის ფაზაც იყოს, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში დაბადების მერე თუ მას წაუკითხავთ ხშირად ახალშობილს, შვილს, მერე უკვე თქვათ, თუნდაც 1 წლის, 2 წლის ბავშვს, ყოველ შემთხვევაში ამას აკეთებს, იმიტომ ვახსენებ, რომ ამ დროს არც კითხვა იცის და თქვათ კოგნიტური მოცემულობაც სხვა ფაზაზე. რამდენად თქვათ ახდენს ეს გავლენას და რამდენად იყენებ შენ ლიტერატურას აღზრდის დროს? იყენებ ახლაც, როგორც თქვათ ბებია და ადრე როგორც უშუალოდ თქვათ. მუდმივად, იმიტომ რომ ზღაპარი, როგორც ფანტაზმი, როგორც მკურნალი, აუცილებელი ხაზი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მცირეწლოვან ბავშვებს წაუკითხოთ მანამდე და მოვუყვეთ მანამდე, სანამ მათ თვითონ შეუძლიათ რომ წაიკითხონ რამე. და აქ ძალიან საინტერესო გაცვლაც მიდის, იმიტომ რომ როდესაც შენ უკითხავ ზღაპარს ან შენ უყვები ზღაპარს, ინტონაციებსაც შენ ცვლი.
ამიტომ მხოლოდ სიტყვა და მხოლოდ შინაარსი კი არ გადაეცემა ბავშვს. პრინციპში შენი პოზიციაც გადაეცემა. როდესაც მგელი შემოდის სცენაზე, შენ ხდები ბოხმიანი რაღაცა, ნუ მთელი ამბავი არის ეს ურთიერთობა, ხო? ამიტომ აი ეს ძალიან დიდი აქტია, პერფორმანსია მთელი, ხო? ხო, ნუ მაინც სხვა თაობა. შენი შვილი. მაგათი პასუხები როგორია? საინტერესოა. ერთნაირად აღიქვა მე ამ ლიტერატურას. ყოველ შემთხვევაში ბავშვებში ეს ძალიან პატარა ბავშვები მაინც ის თაობაა, რომელსაც რაღაცნაირი მიდრეკილება აქვთ. ამ თუნდაც ნანახი არ ქონდეთ, პირდაპირ მობილური ტელეფონისკენ მიიწევენ. კი, და სხვათა შორის, აი როგორ არის, ახლა ჩვენ ხო ვაკვირდებით სხვადასხვა თაობის ბავშვებს, ახლა მე ადრე ვმუშაობდი ბავშვთა თავშესაფარში და მაშინდელ ჩემი შვილების სტოლები იყვნენ ის ბავშვები, ან ცოტა უფროსები, ცოტა პატარები და აი რამდენი სულ ვუყურებთ ბავშვებს ხო ჩვენს ცენტრშიც და ძალიან საინტერესოა როგორ იბადება, როგორ სახეებს იძენენ შიშის სახეები, როგორ იბადება. და მე აი ამ შიშის სახეებთან ბავშვების დამოკიდებულება, მათთან მათი ურთიერთობა. სხვადასხვა სოციუმში სხვადასხვა ალბათ, მაგრამ თაობებშიც სხვადასხვა. თაობებშია სხვადასხვა, იმიტომ რომ თუნდაც აი ანიმაციური ფილმები აბსოლუტურად სხვა დიზაინის არის დღეს, სხვა დიზაინის იყო ადრე. მე რო ვაჩვენებ მაგალითად ჩემს მოსწავლეებს, აი ძველ ქართულ ანიმაციებს, რომელიც სრულიად ფანტასტიკურია ჩემი აზრით. და თავის, თქვათ, მოცემულობაში გენიალურიც კი, მაგალითად აი ბაბილინას, ბაბაჯანას ეშინიათ. კი და ან ვერ უყურებენ. ან არც მოსწონთ. სხვა ტემპია, სხვა მუსიკაა, ის მუსიკა ამ ბავშვებს აღარ ჩაესმით უკვე ისე არ აძლევს იმ ინფორმაციას, რასაც ისინი კრებენ გარესამყაროდან. კონცენტრაციას ვერ ახდენენ უბრალოდ, იმიტომ რომ ნუ ვცდილობ რომ აი აუხსნა რატოა ეს, რატო არის საინტერესო, რატო არის მნიშვნელოვანი და ნუ აი სადღაც შუაში უკვე ყურადღების დეფიციტია, რაღაც სხვაზე გადააქვთ, სტიჩი ჩამირთე, რაღაც აი სხვა ამბები. აბსოლუტურად სხვა სურათებია მათ ტვინში, აბსოლუტურად სხვა ტემპია. და აქედა ბგერები და ყველაფერი. ანუ ეს განსხვავება. ბარემ ვახსენოთ ეს საჭირბოროტო ამბავი, რომელიც შეიძლება ესეთი ცოტათი ხშირად ლაპარაკობენ ამაზე, მაგრამ აი ცოტა ესეთი ზერელე შეხედვით, ცოტა გაუგებარით შეიძლება იყოს მშობლისთვის. რატო არის ადრეულ ასაკში ბავშვისთვის მობილურ ტელეფონთან, ანუ ციფრულ ტექნოლოგიასთან კონტაქტი არასასურველი. ხო, ამას ძალიან ხშირად მიდის ლაპარაკი. ანუ შეიძლება უცებ ვერ მიხვდეს, ხო, აი მაგალითად, აი წიგნს თუ ჩახედავს, რა განსხვავებაა შეიძლება ესე ვიკითხოს ვიღაცისთვის გულუბრყვილოდ სპეციალისტისთვის, მაგრამ ნუ რაღაც ლეგიტიმური კითხვა. აი რატომ არ მიიჩნევა სასურველად მობილური ტექნოლოგია? თავიდან იყო რაღაც ესეთი ინტუიტიური განცდა, რომ თითქოს ეს ბავშვები აი თანამედროვე სამყაროში რაღაც ნარცისტულად იკეტებიან საკუთარ თავში და აი ამ ჯადოსნურ სარკეში არიან ჩაფლულები და გარე სამყაროს ვეღარ ამჩნევენ საკმარისად. ეს განვითარებასაც უშლის ხელს. ეს უფრო ინტუიტიური იყო თავიდან, რომ აი მოტორიკის განვითარებას რომ ბავშვი აღარ დარბის, აღარ თამაშობს, ურჩევნია რომ, მაგრამ თანდათან კვლევებიც დაგროვდა და კვლევებმა აჩვენა და ამ კვლევების საფუძველზე ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში 16 წლამდე საერთოდ იკრძალება ჭარბი გამოყენება. ხო, ლიმიტირებული არის ნამდვილად და იმიტომ რომ ნუ ბავშვის განვითარებაში ხო მრავალმხრივი რამ არის საჭირო, უნდა იყოს დაბალანსებული ყველაფერი, თორე ცხადია რომ დღევანდელ ეპოქაში ბავშვს ვეღარ გადაუმალავ. ხო, სრულად ვერ მოწყვეთ, მაგრამ მისი განვითარების აქამდელი ბოლომდე ტელევიზორს, ხო, მაშინ ტელევიზორი იყო ესეთი ჯადოსნური სარკე, რომელიც ყველას გვიზიდავდა და გვიწოვდა, ხო? ტელევიზორზეც იგივე რეკომენდაციებია. ხო, თავისთავად ცხადია იმისთვის, რომ ბავშვის წარმოსახვა განვითარდეს, მუდმივად ხვის დაწერილ პროგრამაში არ უნდა იყოს. ანუ კიდევ უფრო კარგად არის შესანიშნავი ჩამოყალიბებული, მაგრამ უფრო რომ დავწვრილმანდეთ, ბავშვი ცხოვრებაში იმ თავითვე უნდა მონაწილეობდეს. აუცილებლად. როგორც აქტორი, ხო და მხოლოდ დამკვირვებელი არ უნდა იყოს, მით უმეტეს სულ დამკვირვებელი, რასაც განაპირობებს, ვთქვათ, ეკრანი, ხო, რეალურად. თუნდაც იმ ეკრანში ჩართულია, მაგრამ ჩართულია რაღაც პროგრამაში, რომელიც სტატიკურად არის ჩართული და თვითონ არ თამაშობს, მოტორიკას ხელს უშლის. შეიძლება გონებრივი თვალსაზრისითაც პრობლემაა, იმიტომ რომ ზედმეტად მზა რაღაცები მიეწოდება.
და არ ჭირდება გარდა ამისა, ილუმინირებულ ეკრანს მართლა აქვს რაღაც ჯადოსნური ის, რომ მე ძალიან გიჭირს უკვე ქაღალდზე ტექსტს როცა აკითხებ ტექსტს, ხო, იქ მას აქ ფიქრის იძულება. გარკვეულწილად, ხო, რაღაცა უნდა წარმოიდგინოს, რაღაცა ვთქვათ, უნდა დააძალოს თავის თავს, რომ როგორია, მაგალითად, რომელიმე პერსონ როგორი იქნებოდა ტომ სოიერი ან ბეკი, რომ ვთქვათ, რო აცვია რაღაც კი, გეუბნება რომ ეს აცვია, მაგრამ ისტანსაცმელი შენთვის როგორია. შენ უნდა დაინახო. ძალიან ისეთ შენი კინო უნდა გადიოდეს ამ დროს. კი ბატონო. ზოგადად რამდენად საჭიროდ თვლი, დღეს უკვე ნელ-ნელა შემოდის ეს, ვთქვათ, ტენდენცია, მაგრამ ბუნებრივია, დიდწილად მაინც ფუფუნების სფეროა. ფუფუნების სფეროში მაინც არ გულისხმობ ამ თუ შეიძლება ასე ითქვას, კონკრეტული ადგილის არსებობას, თვითონ სპეციალისტებიც პრობლემაა მიმართულებით სკოლებში ფსიქოლოგების ყოფნას. აი, რამდენად საჭირო და აუცილებლად თვლი. რაღაცნაირად თითქოს არიან, ეხლა განსაკუთრებით კერძო სკოლებში მე მგონი არიან. ფუფუნება აქვთ ამისი, მაგრამ ისედაც ზოგადად ბევრი კარგი ბავშვთა ფსიქოლოგი ჩვენ სამწუხაროდ არ გვყავს. ბევრი ვიღაცები არიან შესანიშნავი. ბევრი კარგი არც ერთ პროფესიაში, როგორც მესმის, მაგრამ აქ ხო უკვე ეს ხო რაღაცნაირად არის ის მოცემულობა, როდესაც ყველა ბავშვი ბავშვია, ყველა ბავშვი სამყაროს ცენტრია და ყველა სჭირდება ეს. ყველა სკოლაში. კი. აუცილებლად და თან ეხა ისიც არის რომ ის ფსიქოთერაპევტები რომლებსაც უკვე კლინიკური გამოცდილება აქვთ, ბევრწლიანი გამოცდილება აქვთ, იშვიათად არიან ხოლმე სკოლებში, რა თქმა უნდა, უფრო არიან თერაპიულ ცენტრებში, ან კერძო პრაქტიკა აქვთ, ან რაღაც, მაგრამ რჩევნიათ რომ უფრო სრული და ესე სხვა. მაგრამ მიუხედავად ამისა, მე ვფიქრობ, რომ მაინც დადებითი მოვლენაა, როცა სკოლის ტერიტორიაზე ფსიქოთერაპევტი და ფსიქოლოგი არის, იმიტომ რომ ელემენტარულად მე ესე ვხედავ, რომ განსაკუთრებით აი მოზარდობისას ბავშვებმა იციან სასტიკი ჩაგვრა, ბულინგი, ძალიან მარტივად აღმოცენდება კონფლიქტი. აი ის თუ როგორ გააბან ბავშვებმა ჯანსაღი კავშირები, როგორ შეამჩნიოს ვიღაცამ, რომ სადღაც იძაბება, მუხტი შეიკრა რაღაც დაძაბული, ხო? ამისი მეთვალყურე დამკვირვებელი თუ იქნება და განეიტრალებას შეძლებს დროულად, რა თქმა უნდა, ამას რა ეჯობია. კი, იმიტომ რომ აი მე მაგალითად როგორც მასწავლებელი წავწყდომი ვარ ისეთ რაღაცებს, სადაც მე შეიძლება რაღაც პასუხი მქონდეს, როგორც ვთქვათ, ლიტერატორს, მაგრამ ვერ მივცემ, ვთქვათ, ამაზე, ან ვთქვათ, უბრალოდ ადამიანს რაღაც გამოცდილება, ამაზე პასუხისმგებლობას ჩემსავს, მაგალითად მოდის ბავშვი და მეუბნება, რომ სულ სიკვდილზე ვფიქრობ. ხო, ანუ ახლა არ იფიქრო კი, მაგრამ ახლა არ იფიქრო ხო არ არის პასუხი, ხო? ან მეუბნება, რომ ვთქვათ, აი ღამით არ მძინავს მთელი ღამე და ვერ ხვდები რატო არ მძინავს. ხო, აქ ძალიან დიდ დახმარებას მიწევს მე მაგალითად ფსიქოლოგი, რომელიც იქ არის და რომელიც რაღაც სპეციალურ ინტერვიუს აკეთებს, ხო, ამასთან დაკავშირებით. და მე მგონია, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ დროულად გრძნობს, როდის უფრო მეტი ჩარევა საჭირო და ექიმიც უნდა ჩართოს, როდის ვთქვათ, შეიძლება რომ რაღაც. კიდევ ერთი საჭიროებო ამბავი ჩვენ ვთქვათ, ამ თვალსაზრისით ეს ფორმატი გვაძლევს საშუალებას, რომ ფართოდ ვილაპარაკოთ და მაინც ვთქვათ, ესეთ ვიწრო დიაპაზონზე არ ვიტრიალოთ. არის ის, რომ სამყარო მაინც იცვლება აი ვირტუალური რევოლუციისას და რამდენად ვთქვათ აი განსაკუთრებით ბავშვების ასაკში, მათ შორის უკვე მაშინ, როდესაც მთლიანად ვეღარ უგრძალავ მათ სოციალურ ქსელებში მონაწილეობას, რამდენად ახშირებს ეს მენტალურ დაავადებებს. იმიტომ რომ მაგალითად სოციალურ ქსელებში, თუნდაც Facebook-ზე, ერთ-ერთი მთავარი მითითება, სხვა შორის რეკომენდაციებიდან თვითონ Facebook-ის მხრიდან, მეტას ადმინისტრაციის მხრიდან არის ის, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის თქვენ, თქვათ, ყურადღებით მოეკიდოთ თქვენს მენტალურ ჯანმრთელობას, იმიტომ რომ ასეთ ჩვეულებრივ ენაზე რო ვთქვათ, ეს არის სივრცე, სადაც გიყურებს სხვა დანარჩენი პერიოდის ადამიანისგან განსხვავებით, ყოველდღიურად 10,000 თვალი განგსჯის და შესაბამისად თქვათ პრობლემაა რა ეს ადამიანის. სხვა ადამიანი ხო მანამდე გაცილებით პრივატული არსება იყო, მისი საჯაროობის მაქსიმუმი იყო რაღაც ღონისძიებაზე წასვლა და დღეს ერთ რაღაცას როცა დაწერს და მათ შორის ბავშვებიც მონაწილეობენ ამაში აქტიურად. ზოგს TikTok-ი აქვს, ზოგს Instagram-ი აქვს, ძალიან ბევრი თვალი უყურებს, ბევრი თვალი განსჯის და ბევრი თვალი მონაწილეობს მის ცხოვრებაში. აი აქ თუ არის დაკვირვება, რომ აი თქვათ რამდენად იქონია ამან მენტალურ ჯანმრთელობაზე გავლენა.
თავისთავად ცხადია რომ იქონია გავლენა, იმიტომ რომ ჩვენ რამდენი ვირტუალური სივრცე, მაგალითად წიგნების, ჩვენი ვირტუალური სივრცე იყო წიგნები ძირითადად, ხო? იმიტომ რომ უელბეკი ამბობს, რომ ვისაც ლიტერატურა ძალიან უყვარს, იმას სიცოცხლეს ძულსო, ხო? იმიტომ რომ და ხელოვნება ვისაც ძალიან უყვარს, შეგიძლია რომ დაიკარგო, გახვიდე სადღაც გამოგონილ სამყაროში. ეს საკუთარი სიცოცხლე ძულს და სხვის სიცოცხლით შეიძლება ცხოვრობდეს. შეიძლება იცხოვრო რაღაცას, ხო, რაღაც ალტერნატიული გამოცდილებით, რომელსაც გადიხარ აი ამ ფსევდოგანცდას, გადიხარ ლიტერატურასთან კავშირში, ხო? უფრო ვუაიერისტული ტენდენცია, როდესაც შენ უყურებს სხვების ცხოვრებას კინოში მაგალითად და ასე შემდეგ, თეატრში და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ შენზე ეს ხელოვნება, ის ვირტუალური სივრცე ზემოქმედებდა, გავლენას ახდენდა, ფიქრს გაიძულებდა, მაგრამ იქიდან პერსონაჟი არ შემოხტებოდა და თავში არ გიჭახუნებდა, ხო? და არ გეუბნებოდა, რომ შენ ასეთო, შენ ისეთო, შენ ასეთო, შენ ისეთო. თუმცა, მიუხედავად ამისა, მოდი ვაღიაროთ, რომ ძირითადად მაგას გეუბნება. ხელოვნების შექება ნაკლებია. გადავიდეთ საქართველოში. ჩვენი ეროვნული სპორტია ის ისედაც. ნუ თავისთავად, მაგრამ მიუხედავად ამისა, ხელოვნებას ძალიან ძლიერი ზემოქმედება ისედაც სულ ქონდა. ხელოვნება ხო იმისთვის არის, რომ ზემოქმედება ქონდეს. აბა თუ არანაირი ზემოქმედება არ აქვს ისთვისაა საერთოდ. მაგრამ გააჩნია ამ ზემოქმედებას და იყო ასეთი შემთხვევებიც, რომ როდესაც სავალალო ზემოქმედება ქონდა, ხო მაგალითად ცნობილი აი გოეთეს ვერთერის სინდრომი, რომ ადელის სინდრომი, ნუ ლიტერატურას არ უკავშირდებოდა, მაგრამ უკავშირდება ლიტერატურას. ქალიშვილს უკავშირდებოდა უბრალოდ, ხო? მაგრამ ვერთერის სინდრომი ეს კონკრეტულად წიგნს უკავშირდებოდა და წიგნის გავლენას. სიყვარულის გამო სუიციდის, თქვა. სელინჯერის ნაწარმოები, რომელიც ჯიბეში ედო არაერთ მკვლელს, მათ შორის კენედის და ჯონ ლენონის მკვლელს, ხო? ძალიან უცნაური. განაკარენინას. კი, ძალიან ანუ ყოველთვის ხო, ან თუნდაც ვიზუალური ხელოვნება, რომ თუნდაც პიეტა მიქელანჯელოსი, რომ ჩასვეს ტყვია გაუმტარ შუშაში. ახლა ხო ეს იქ მაგრამ ეხლა ვირტუალურ სრულიად უკონტროლოა. ვირტუალურ ქსელში ეს არა მარტო უკონტროლოა, არამედ რაღაცნაირად შენ შედიხარ როგორც პერსონაჟი და იქ იმართება ამ ავატარების ომი. ერთდროულად ავტორი და პერსონაჟი, ავტორიც, პერსონაჟიც და მკითხველიც შენ ხარ. რაღაცნაირად, ხო და ამ მიმართულებით პრობლემური პაციენტები თუ ყოფილან. ხო, რომელთაც აი დიდი ტრაუმები მიუღიათ ბავშვობაშივე უკვე ვირტუალურად. კი, ძალიან დიდი ტრაუმები სხვათა შორის. ბულინგი ხო იქ გაათმაგებულია რეალურად. რასაც გინდა იმას აქ სკოლაში რაღაც მასწავლებელს მაინც შემაკავებელი აქ შეიძლება რომელიღაც შენმა მეგობარმა გითხრას რომ მოდი აჭარ. რაღაც ტიპის ბერკეტები არის. იქ ამას არავინ აღარ აკონტროლებს, ხო? სიმართლე რო გითხრათ, მოზარდებისგან არ მომისმენია, რომ ინტერნეტში რო დამაბულინგეს, ეს იმიტომ რომ უფრო ბუნებრივად აღიქვამენ, რომ ყველას გვყავს ჰეითერებიც და ფანებიც. ჩვენ თაობა უფრო აღიქვამს. ჩვენ თაობა უფრო ვერ ხვდება, რატო გაგინდებს ვიღაც ამხელაკაც, ამხელაკალი თუ ამხელაკაცი, რატო იქ, იმიტომ რომ რაღაცა მათ მეტი იმუნიტეტი აქვს თვითონ. მათ უფრო უკეთ ესმით პრინციპი სოციალურ ქსელებში ურთიერთობის. მაგრამ ამ წინდაცინო იციან, რომ აი ბოროტი ადამიანი როგორც მოცემულობა არსებობს, ის აუცილებლად თამაშის წესია თითქოს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ უხარიათ და არ განიცდიან. მაგრამ მეტად ისხლეტენ ვიდრე ჩვენ. რეალურად დაზიანებული ბავშვები ეს იყო ლურჯი ვეშაპის ტალღა, რომ იყო. მაგრამ ესეც ამის ნაწილი იყო. ეს იყო კატასტროფა აბსოლუტური, ასე რომ კი სოციალური ქსელებით ძალიან ბევრი დაზიანებული ბავშვი და მოზარდიერი, რომლებიც შეიძლება სექსუალური ძალადობის მსხვერპლიც აღმოჩნდნენ, რომლებიც შეიძლება ძალიან ბევრნაირი აგრესიის მსხვერპლი აღმოჩნდნენ. მათ შორის ხანდახან თანატოლების მხრიდანაც. რასაკვირველია. და აი ეს საშინელი თამაში, რომელმაც ბავშვები კინაღამ თუ კი არა და სუიციდამდეც მიეყვანა. მაგრამ არის რაღაცები, რაც აი ვიზუალურ აღქმასაც ცვლის სამყაროს. ხა მე მაგალითად რამდენიმე შემთხვევა მქონდა, ეს არ ყოფილა ყოველთვის, მაგრამ ბავშვი, როდესაც ბეჭდური ალბომი ვაჩვენე, ასე თითით ცდილობდა
ფოტოს გაზრდას. ანუ იქ ეგონა რომ ეს როგორც ეკრანზე იზრდებოდა, ისე შეიძლება გაზრდილიყო. ანუ ეს რაღაცნაირი ქცევითი კულტურული მოცემულობებიც იცვლება გარკვეულწილად. ხო, რა თქმა უნდა, როგორც ჩვენ ვიცოდი, ესე რო წიგს გადაფურცლო, იმათთვის ეს მოტორიკაში არის ეს დამახსოვრებული ჟესტები, ხო? ეგ ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი ამბავია. ხო, და აი ამ ეპოქაში შენ ყავს პატარა შვილიშვილი, აი და ამდღელა გამოწვევებში, ხო, ამდენი საცდური არსებობს ბავშვისთვის, ხო? აი მაგალითად, ჩემი ბავშვობისგან განსხვავებით, ხო, რომელიც არ იყო საუკეთესო მოდელი, ალბათ, იმიტომ რომ პარალელურად დროის ნიშნის გარდა იყო ძალიან რთული პერიოდი კონკრეტულად ამ ქვეყანაში და შუქი არ იყო და სხვა რაღაცეები, ხო? მაგრამ რომც ყოფილიყო ეს ყველაფერი, მაინც ხა კომპიუტერი არ არსებობდა იმ დროს ამ ფორმით, ინტერნეტი არ იყო და მაინც ნაკლები საცდური იქნებოდა. იმ შემთხვევაშიც კი მაშინ მით უმეტეს მეტი იყო. აი დღეს, როდესაც ბავშვს აქვს ამდენი საცდური, მეც ძალიან მიჭირს სკოლაში და ამის ახსნა მათთვის, ხო? აქეთ PlayStation-ი დევს, იქით თქვათ Xbox-ი დევს, აქეთ მობილური ტელეფონია, სადაც TikTok-ია, Instagram-ია, ან სხვა რაღაც ონლაინ თამაშებია. ძალიან ბევრი, თქვათ, ისეთი ამბავი, რომელიც მას მეტნაკლებად აი ესთეტიკურ შიმშილს ფორმალურად დაუცხრობს, ხო? როგორ უნდა აუხსნა, რომ აი წიგნი არის, აი მე რო შენ გიკითხავს ხაპარს, მოდი მომისმინე. აი ეს ამბის სიყვარული, ამბის მოსმენის სიყვარული, განპირობებულია ეს. გამომუშავებული ჩვევითიც. ხო, რომ აი ჩვევაც არის, რომ თუ კი ბავშვს ყოველთვის მის დასმულ შეკითხვაზე შენ უყვებოდი ამბავს. ამ შემთხვევაში გენეტიკაში მე კონკრეტული ადამიანის გენეტიკა, აი გენერალური გენეტიკა, ადამიანად ყოფნის. კი. რომ რაღაცა აქვს ამის შიმშილი. რა თქმა უნდა და ჩვევა, მე ეს უკვე არის ჩვევა, დასწავლაც, ხო, რომ დავუშვათ ბავშვმა რომ დასვა კითხვა, შენ მშრალი და ფორმალური პასუხი კი არ მიეცე, რაღაცა მოუყევი, ამბავი მოუყევი დაუზარლად. ბავშვებს უყვართ ამბის მოსმენა და ძალიან უყვართ ამბების განმეორებით მოსმენაც. თავიდანაც გაყოლებენ რაღაცას და ამუშავებენ. რის გამო ხდება ეს? ანუ აი მაგალითად მოდი ის ზღაპარი მომიყევი, გუშინ წინ რომ მომიყევი. საინტერესო რატო? ეხ პირველად ახლა აი როგორც სიმღერას ვიმეორებთ და სიმღერის ტექსტს, ასევე არის ზღაპარი, რომელიც შთაბეჭდილებას ახდენს, სადამ შევა მეხსიერებაში და გამოცდილებაში. ეგ მართლა ძალიან საინტერესო, ანუ თვითონ პროცესი მოწმ, იმიტომ რომ შედეგი ხო იცის? ხო იცი რომ შენ ამ პერსონაჟმა მეფის შვილი მოიყვანა ცოლად, ეს რო არ აკმაყოფილებს. ანუ სრულად უნდა მოუყურებთ ხოლმე ხანდახან ზოგიერთ ფილმს განმეორებთ, რამდენჯერაც არ უნდა დავინახო, დავჯდები, გავაკეთე, იმიტომ რომ პროცესი მოგწონს, ნიუანსები მოგწონს და არა ის იცი როგორც მთავრდება, მაგრამ ეს აღარ არის ანუ დასპოილერება იქ აღარ მუშაობს რა. ხო, ის შენთვის ხდება რაღაცნაირად. აღარ არის მნიშვნელოვანი. მუდმივად სასურველი მასალა, რომელთან თავარი არის რომ რაღაცნაირად აქამდე მიიყვანო, რომ ტექსტი, წიგნი მისთვის გახდეს მნიშვნელოვანი. აი შენ რა რეკომენდაცია გექნებოდა მშობლებისთვის რა ილეთით ასწავლიდი მათ უპირველესი აუცილებლად ბავშვებს უნდა კიდეც უმღერონ რაც არ უნდა არ მღეროდეთ კარგად დედის ხმა, მამის ხმა ბავშვს კომფორტს გვრის. სიმღერით უთხრან რომ წიგნი წაიკითხონ და უბრალოდ შეაპარონ და გადა. არა, აი ეს რომ რაღაცას უსმენ. სიმღერით რომ წაიკითხეთეთიკო. ხო, ნუ ეგეთი საბჭოთა კავშირის დროს ეგეთი ოპერებიც იყო, რომლებიც გარკვეულწილად თქო მაგალითად რომელიმე კოლმეურნეობის ხდომას დგამდნენ ეგრე. ხო, ეგ არ გვინდა. ეგეც შეიძლება კი. და აი ეს რომ რაღაცა პატარა ზღაპარი მოუყვეთ, მე კითხოს რომ დასობს არ დაგვეზაროს და კიდე მოუყვეთ, ხო? კი, ხუმრობ რაღაცა, მაგრამ კარგია რომ ხუმრობ, მაგრამ მართლა ძალიან უჭირთ მშობლებს. მართლა ძალიან უჭირთ მშობლებს, აი ძირითადი კითხვა ჩემთვის. არა როგორც ლიტერატორის მიმართ ამ შემთხვევაში, არამედ როგორც მაგალითად მასწავლებლის, რა, რომელიც ამ საგანს წიგნიერებას ასწავლის. ყოველთვის არის ეს, რომ როგორ მივიყვანო დღეს ჩემი შვილი წიგნამდე. რამდენიმე მეთოდია შენ რომელს გამოარჩევდი, ვთქვათ გარდა მაგისა. წახალისებას, ბაძვას, რომ შენ თვითონ კითხულობ და გადაგია. პირადი მაგალითი ეს არის უპირველესი. საერთოდ თუ წიგნების გარემოცვაში იზრდება ბავშვი და ხედავს რომ იქ ადამიანებს ხშირად აქვს წიგნი. ნუ შენ ეგ არ გიჭირდა, იმიტომ რომ ალყაში იყო. ხო, რასაკვირველია
ბავშვიც იწყებს მიბაძვას. ან დაინტერესდება, ხო, რაღაცა თვალს ჩაკრავს, უცებ და გაიტაცებს, გაიყოლებს ეს წიგნი. მაგალითი უნდა მისცე. კი, ეხლა ძალიან დიდი ბედნიერებაა, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგად დასურათებული საბავშვო წიგნები, რომელიც საჩუქრად გამოდგება. აი რომ რაღაცა აჩუქებ ბავშვს და მათ უხარიათ ეს და მით უმეტეს სასიხარულოა, რომ ჩვენ სხვათა შორის ერთი არის მარკ ტვენია თუ ასტრიდ ლინდგრენია თუ უცხოური ლიტერატურა ჩიპოლინოს თავგადასავალია თუ პინოქიოა გენიალური საბავშვო ლიტერატურა. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ გვაქვს ქართული საბავშვო ლიტერატურის შესანიშნავი ტრადიცია. გინდაც არჩილ სულაკაურის სალამურას თავგადასავალი ეს ვაჟა ფშაველადან დაწყებული. არაჩვეულებრივი ფანტაზმი, ხო, ვაჟა ფშაველადან დაწყებული და კარგი პოეზია. ხალხური ზღაპრები და პოეზია მაყვალამრევლის ნოდარ დუმბაძის ჭიჭინაძე ცირაქიტიაშვილი ნოდარ დუმბაძის ფანტასტიკური სრულიად ხო და აქედან გამომდინარე ჩვენ იმდენად კარგი ტრადიცია გვაქვს საბავშვო ლიტერატურის რომ ძალიან სასიხარულოა რომ დღეს ეს არ წყდება და აი მე რო ვუყურებ ეხა ჩემი შვილიშვილი სწორედ კითხულობს კუპატას თავგადასავალს და ძალიან მომწონს მეუნება და მე ვეუბნები რომ დაამთავრებ მომიყევით ხო იმიტომ რომ მინდა რომ აი მან გადმომცეს რა იგრძნო რა წაიკითხა რომ ძალიან მოსწონს ეს მნიშვნელოვანი ნაწილია რომ ლიტერატურა შეეხება ვასო გულეურის ნუკა გაგუასი ხო რაღაც ბევრი კარგი ავტორი ყავს საბავშვო ირმა მალაციძე თეა თოფურია რა ვიცი ბევრი შეგვიძლია ჩამოთავოთ ამ თვალსაზრისით ეს ფუფუნება ნამდვილად გაქვთ ხო და რაღაცნაირად აი თითქოს ერთბაშად აყვავდა ეს ისევ რაღაცა ეს ტრადიცია აი ძალიან საინტერესო რაღაც მაინტერესებს სხვათა შორის ოღონდ კითხვისთვის ამჯერად არც დანარჩენი დამისვამს მაგრამ შალვა ახრახაძე კიდე უკარგესი წიგნი და ზოგზე ხა მეტნაკლებად რაღაც პასუხი მეც ვიცოდი მაგრამ აი სულ მაინტერესებს ეს და მინდა დავსვა კითხვათ ფსიქოლოგისგან აი როცა ლაპარაკობენ წახალისებას ხო ჯერ ვერ ხვდება ზუსტად მშობელის წახალისების ფორმა რა არის ხო აი ფულს მოგცემ შოკოლადს მოგცემ რას მოგცემ ხო არ იქცეს რაღაცა ცოტა მერკანტილურ გარიგებად ეს ერთი და მეორე აი როდემდე გრძელდება ეს ამას ვერ იგებენ ხო აი 10 გვერდი წაიკითხე და მოგცემ რაღაცას. აი მეორე 10 გვერდი კიდე მაშინ არის ეს წიგნში შესვლის გზა. აი ეს ძალიან საინტერესო. ვიღაცები ამბობენ ძალიან ვეწინააღმდეგები. ძალიან ვეწინააღმდეგები. აი როგორც საკვების დაძალებას ვეწინააღმდეგები, ასე ვეწინააღმდეგები იძულებას მეცადინეობის და მithumetes საკითხვის. იმიტომ რომ მე ვთვლი რომ საერთოდ ცხოვრებაში ჩვენ თუ გვინდა რომ ადამიანები იყვნენ უფრო ბედნიერები, ბედნიერებაც ისწავლება, ბედნიერებაც არის ერთგვარად ჩვევა. ანუ სიცოცხლით ტკბობაც ეს არის ერთგვარი ჩვევა. რა საკვირველია და აი ის რომ მეგობრებთან ერთად გემრიელ ყავას ვსვამ და გემრიელ ნამცხვარს ვაყოლებ და ვტკბები, ეს არ შეიძლება თუ კი მე მაძალებდნენ რაღაც ის ჭამას, ეს ვეღარ გახდება ჭამა, ჩემთვის გახდება როგორც წახალისება დაძალების ირიბი ფორმაა. აბსოლუტურად საშინელი ძალადობა, ნუ საკვების დაძალება ხო საშინელი და მეტაფორულად აი ეს სულიერი სააზრდო და საკვები რომ გინდა თუ არა შენ ეს წიგნი ჩაიტენე მას უკვე უჩეს დისციპლინის შეგრძნებას და დისციპლინა ეს შეიძლება ვთქვათ წაახალისო რომ აი შენ რო არ მოგწონს დაუშვათ გეოგრაფია სიტყვაზე მოდი აი გეოგრაფიას თუ კარგად იმეცადინებ და დაჯილდოვებ საბაზისო ცოდნის მისაღებად რომელიც მე შეიძლება უბრალოდ როგორც სამუშაო აი მანდ კიდე შეიძლება წაახალისო ადამიანი მაგრამ მანდაც უკეთესი გზა არის რომ აი ამ გეოგრაფიით შენ დააინტერესო აი შეიყო ანუ რაღაცა იმაში რომ რატოა ეს გეოგრაფია საინტერესო და უთხრა რომ მაგალითად აბა შენ თუ იცი რით განსხვავდება რატო არის კასპიის უზარმაზარი ტბა და რატო არის რაღაცა შავი ზღვა აი რატო არის იცი არ იცი და აი ამის მერე რაღაცნაირად შეიყვანო ამ დისციპლინაში ხო და ამ ეს რო გაუღვივო ინტერესი აი როგორ ნატურა როგორ მუშაობს აი ფიზიკას ვერ ვიტანო ამბობენ ბავშვების 99% ფიზიკას რომელსაც აქვს რა ვიცი რა უამრავი განხრა და ყველაფრის პასუხი როგორ შეიძლება ვერ იტანდეს ესე იგი მასწავლებელმა ვერ აგრძნობინა რომ აი რა საინტერესო ელემენტარულად ნატურა რო ანათებს რამდენჯერ წამის 1000-ში ქრება და ინთება აი ეს
თუნდაც ეს რომ დაანახო რომ შენ რაც უწყვეტი გეჩვენება რომ არ არის შეიძლება უწყვეტი ხო რა ძალიან ბევრი ისეთი სასწაული ზღაპრული მაგალითი შეგიძლია მოიტანო რომ დაინტერესო რა უფრო მეტი პროცენტი ბავშვი თორე ყველა დისციპლინით ყველა ვერ დაინტერესდება და მით უმეტეს ის რამაც ჩვენ ტკბობა უნდა მოგგვაროს და სიამოვნება უნდა მოგგვაროს იქნება ეს სპექტაკლი იქნება ეს მუსიკა იქნება ეს წიგნი აი აქ ანუ დაძალება ხო პირდაპირ მნიშვნელობით რაღაცნაირად უფრო აღიქმება რომ მიდი შენ უნდა გააკეთო მაგრამ დაძალების ფორმად მიიჩნევ წახალისებასაც ამ ფორმით წახალისებას რაღაცას მოგცემ და აი მე რო ვახსენე რომ ბავშვებთან მუშაობდი ადრე მეთქი ერთი უსაყვარლესი ბიჭუნა იყო დისლექსია ჰქონდა სტრესისგან რაღაცეებისგან და მოკლედ დიდად ვერც აბამდა წინადადებებს ვერ კითხულობდა და სულ ჯიბეებში ეწყო უამრავი რაღაცა ძუნძგლიანი რამე და შენ ხარ ტომ სოიერი ვეუბნებოდი შენ ხარ ტომ სოიერი და რა ტომ სოიერი ვინ არის ეს ტომ სოიერი და პირველი წიგნი რომელიც წაიკითხა იყო ტომ სოიერი იმიტომ რომ საკუთარ თავს ეძებდა შიგნით კი ასევე უსაყვარლესი გოგონა იყო 11 წლის რომელიც დამეტაკებოდა მე კი ვიყავი მაშინ ძალიან სიფრიფანა და გამხდარი მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ქალი ვიყავი ხო მაინც დამეტაკებოდა ეს ბავშვი და ხელში მწევდა და ვეუბნებოდი რომ ნუ ნამდვილი პეპი და აი ამ პატარა მონახაზით რომ ვინ იყო პეპი, როგორი იყო პეპი, რასაკვირველია ის დაინტერესდა რომ წაიკითხა პეპი. კი ბატონო, მეც სხვა შორის მაგ მეთოდს ვემხრობი რომ საკუთარი თავი დაანახო, ან მსგავსება, იმიტომ რომ წარმოუდგენელია რომ რაღაც ნიშნით მაინც რომელიმე პერსონაჟი არ გავდეს, სხვა სუპერ უნივერსალური არც ერთი არ ვარ. თავიდან მაინც ადამიანი ეძებს საკუთარ თავს. და მერე ეძებს რაღაცნაირად უკვე უცხო სამყაროებსაც, ხო, მაგრამ აი თავიდან მაინც საკუთარ განცდას, საკუთარ რეფლექსიისთვის ეს ჩემთვისაც ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო, იმიტომ რომ მეც არ ვარ ჩამოყალიბებული და მეც არ მაქვს ზუსტი პასუხები. ძალიან ერთი შეხედვით იოლა ჟღერს კითხვა, რომ აი თითქოს ამ ხელა გამოცდილება აქვს სამყაროს და წესით პასუხი უნდა მოიძებნოს როგორ მივიყვანოთ წიგნამდე, მაგრამ ძალიან რთულად საპასუხო. ხო, აი მე არ ვემხრობი ხოლმე რომ ამბობენ 50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო. მე ვერ ხვდები რატო უნდა წაიკითხო. არა და მაგრად გაამართლა მაგ სერიამ პალიტრაში. კი, მაგრამ კი, ადრეც იყო თუ გახსოვს გიორგი. ბრიტანული მოდელია. ის გამოცემა იყო სუპერი ქონდა ესეთი თეთრი ყდები, 80 ტომეული იყო მსოფლიო ლიტერატურის ქართულ ენაზე და შესანიშნავი იყო რასაკვირველია ძალიან გრანდიოზული ნაწარმოებები იყო შიგნით. მან არჩევანი იზღუდება. აი რაღაცნაირად რომ აი ეს უნდა წაიკითხო, იმიტომ რომ შეიძლება აი აბსოლუტურად სხვა ლიტერატურულ გამოცდილებას ეზიარონ, რადგანაც ეს უკვდავი წიგნებიც კი აი შეიძლება ის ტემპი რაღაცა წიგნები რომელზეც მე ბავშვობაში ვგიჟდებოდი, ჩემი შვილები ეგრე აღარ გაგიჟდნენ. მაგრამ ხო აი ზუსტად აი მეორე და მნიშვნელოვანი ამბავი ამ ამბავში რომ მაგრამ წაიკითხეს ისეთი ავტორები რომლებიც მე დღესაც არ მაქვს. მაგრამ შენ რაც უთხარი მაგალითად ხო იმ ადამიანებს მაგალითისთვის ეს არის მაინც ჩვენ თაობის წიგნები ხო? იგულისხმება თქვათ ლინდგენის პეპი და იგულისხმება მარკ ტვენის ტომ სოიერი. არა, ბევრი რამ იგულისხმება. სხვა თაობებს, მაგრამ რობინზონ კრუზო იგულისხმება. აბსოლუტურად გენიალური გულივერის თავგადასავალი როგორ შეიძლება ვინმე საკითხული არ ქონდეს, ხო? განაწიგნები შეიძლება რაღაც ადაპტაცია იყოს საჭირო ტემპი ძველდება აი თხრობის ტემპი ძველდება იმდენად დაჩქარებულია ყველაფერი აი როგორც დავუშვათ მაშინ ჩვენ რა მულტფილმები აი ბემბი ხო სიტყვაზე რა მშვენიერია რა ლამაზია რა გადასარევია ბემბი რო დღეს გაეკეთებინა დისნის გააკეთებდა ალბათ 10 წუთში ჩატევდა იმას რაც 9 საათიანი 40 წუთიანი ფილმია ხო და აი ეს ტემპი არის ძალიან აჩქარებული და ამიტომაც არის რომ მაგალითად აი ყველანაირი კვლევით საშუალო მაჩვენებელი ყურადღების კონცენტრაციის საშუალო მაჩვენებელი დავიდა 6 წუთზე. ამიტომ ყველა ცდილობს რომ ვიდეოები რაღაცნაირად დაჭრას 6 წუთიან მონაკვეთად მაქსიმუმ. საინტერესოა, ხო აი ძალიან ბევრი მეთოდიკა. როდესაც ყურადღების ამაღლებას და იმიტომ არის რომ ხა უამრავი ადამიანი მე ADHD ხო არ მაქვს, ყურადღების დეფიციტი ხო არ მაქვს. არა
არ შეიძლება ამდენ ადამიანს ქონდეს ნევროლოგიური პრობლემა და ხონდეს. ეს ვერ იქნება სუპერ პანდემია და ყველაფერს ვერ მოარგებ. ზოგჯერ ასონოსურული კონდეს, მაგრამ ზოგჯერ რა თქმა უნდა სავარჯიშოებს მოცემულობა დგას ADHD და იქ დგას და დგას. აი ნეიროსავარჯიშოებს რო ვაკეთებს ყურადღების კონცენტრაცია გავაძლიეროთ, ამოცანა არის რომ 15 წუთამდე ფოკუსირება თუ გავზარდეთ, ეს უკვე კარგმაჩვენებლად ითვლება. კი ბატონო. 15 წუთის მერე შეიძლება გაისეირნოს ადამიანმა მუსიკას მოусმინოს, განიერ დაბრუნდეს მერე სამუშაოსთან. ანუ რო შევაჯამოთ ჩვენი ლაპარაკი, დასკვნა არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ სამყარო ბევრ ახალ შესაძლებლობას გვთავაზობს, რომელიც ნაწილი შეიძლება ნეგატიური გამოწვევაც იყოს, ნაწილი პირიქით, კითხვას, ტექსტთან ურთიერთობას, ლიტერატურას, როგორც თერაპიის ერთ-ერთ მოდელს შეიძლება არა მაინც და მაინც თქვა სამედიცინო, სამეცნიეროს, მაგრამ ირიბს ძალა არ დაუკარგავს დღესაც და წიგნები უნდა ვიკითხოთ. აქ უნდა იოლად შეგვიძლია თქვა. შეგვიძლია რომ ვთქვათ, კი, როგორიც უნდათ, ვისაც როგორი უნდა, ვის რა შინაარსი გაიტაცებს, უკვე გრანდიოზულია ბიბლიოთეკები და რაღაცნაირად ინტუიციით მე მაგალითად ბავშვობაშიც ესე ვკითხულობდი ხოლმე წიგნს, გადმოვიღებდი, გადავშლიდი რამდენიმე ადგილას და თითო აბზაცს ვკითხულობდი და რომელიღაც აბზაცი რო შემithრევდა და იმ წიგნს მე რო ვკითხულობდი თავიდან ბოლომდე და აი როგორც კინოში რომ აჩვენებენ ხო ტრეილერს, აი ზუსტად ამ პრინციპით ჩემი მეთოდი ეს იყო. და ნუ მე როგორ იცლება თემატიკა, ხან ერთი ხაზი გაინტერესებს ლიტერატურაში, ხან მეორე, მაგრამ სიტყვა ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის, რადგან მით უმეტეს მხატვრული. მით უმეტეს მხატვრული. ეფემიზაციას ახდენს და უფრო ადვილად და რბილად მიყავ. შესაბამისად კი სიტყვა არის დასაწყისი ნამდვილად. დიდი მადლობა მოკლედ ნათია ფანჯიკიძე, ფსიქოლოგი იყო, ჩვენი პირველი გადაცემის სტუმარი ბიბლიოსი Talks. ეს დიდი პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ კარგი ბედი უნდა მოვუტანო ამ გადაცემას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეგ ესეც იქნება. ბიბლიოსი Talks უსმენდით, ბიბლიოსის პოდკასტს მე გიორგი ეგელძე გახდით, ჩემი სტუმარი კი ნათია ფანჯიკიძე. მომავალ შეხვედრამდე.